ესეც ყველაზე საშიში უბანი ათენში. Oh my god, ё! ამდენი ნარკომანი ცხოვრებაში არ მინახავს ერთად. როგორც გითხარით, სასტუმრო სპეციალურად დავჯავშნე ომონიაში. ინტერნეტში ყველა გვაფრთხილებს, რომ ომონიას არ უნდა გაეკარო, თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირო, არამც და არამც იქ არ უნდა მოხდე და ყველანაირად ეცადო, რომ თავიდან აირიდო. მაგრამ ადამიანი ტანზანიაში, მადაგასკარში და პაკისტანში ვყოფილვარ მარტო და მით უმეტეს ეხა მარტო არ ვარ, ჩემი პირადი დაცვა, ანუ ჩემი ქმარი თან მახლავს და მასთან ერთად ომონია კი არა, არსად არ მეშინია, ასე რომ წავიდეთ. Well, let's cross, I guess. ათენში ბოლოს ვიყავი 2018 წელს და ქართული უფრო მეტი მესმოდა ვიდრე ბერძნული ან რამე სხვა ენა, მაგრამ ამ ჯერზე უფრო მეტი აზიელები მხვდება ქუჩაში. ჯერჯერობით ერთადერთი საშიში რაც შევამჩნია არის რომ არაევროპელი ხალხი მოძრაობს ძალიან ბევრი. ჩემთვის ეგ საშიში არა. First Georgians, პირველმა ქართველებმა ჩაგვიარეს. წავედით. एक और मामा लेके आनी है ना რა ვიცი, გასაგიჟებელი აქ არაფერი ხდება. უბრალოდ ძალიან ბევრი აზიელი, სამხრეთ აზიელი და ესეთ მუსულმანური გარეგნობის ჩაცმულობის ხალხი ტრიალებს და ეგ თუ საშიში იცლება არ ვიცი. Thank you. My brother. Does he look like my brother? brother no I said blogger Blogger, okay. okay you have a TikTok Yeah, that's my TikTok okay. this is my account I like my Babu, wait. Babu 90 Okay, let me find you. Why Babu? like baby Like baby? yeah that's my I'm from Bangladesh From Bangladesh. We were in Dhaka this last year, right? okay Yeah. Is good? The food is good and nice. Yeah. where are you from guys Georgia. Georgia Yeah. Georgia I don't know I speak country That's okay. Okay. Have a good day. Bye. You too. Bangladeshali babuts გავიცანით. მე მგონი
დაგარწმუნეთ იმაში, რომ რაღაც განსაკუთრებულად საშიში და გასაოცარი აქ არ ხდება. თქვენ გადაწყვიტეთ გინდათ ომონიას ნახვა თუ არა, რაღაც განსაკუთრებული თანახაობა აქ ისეთი არაფერი არ არის, რომ ამის გამო აქ მოხვიდე. როგორც ხედავთ ახლა რაღაც საოცრად საშიში და კატასტროფა აქ ნამდვილად არ ხდება. მე არ გაგულიანებთ არავის, არ გეუბნებით, რომ ომონია ნახეთ აქ და ჯავშნეთ სასტუმრო, მაგრამ აი თუ მოგზაურობის დროს უბრალოდ დაგაინტერესებთ ან მოგიწევთ აქ ყოფნა, ან უბრალოდ სასტუმროს ნახავთ კარგ პირობებში და ფიქრობთ გადაწყვიტოთ დარჩეთ თუ არა, ჩემი აზრით რაღაც აი კატასტროფულად საშიში და საოცრება აქ ნამდვილად არ ხდება, ხედავთ თქვენითაც. თუმცა ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოთ. მე არ გაგულიანებთ კიდევ ერთხელ გეუბნებით. და თავისთავად ჩვეულებრივი უსაფრთხოების წესები მოგზაურობის დროს ისაც უნდა გაითვალისწინოთ და თავის საფრთხეში არ უნდა ჩაიგდოთ ღამე მარტო ისეთ ბნელ ვიწრო პატარა ქუჩებში. არიაროთ მაინც და მაინც არც ომონიაში და არც სხვაგან. ნახალოლკაზე საშიში არა. აი მეორე მიზეზიც რატომაც თვლიან რომ საშიში აქაურობა. आपको बांग्लादेश है की फोटो ვაუ. ნახეთ სახლებზე როგორ არის გარშემორტყმული მავთულხლართები. ნახე. აივანზეც მავთულხლართებია. სადაც სუნი დგას ისეთი არასასიამოვნო. ნაგვის გატეხილი შუშები, როგორც ჩანს ვიღაცას მანქანა ჩაუმტვრიეს on the floor. Probably it was a car, right? რა გითხრათ? დღისით მზისით შეიძლება არ დაგეტაკოთ არავინ და მანქანას გარეთ უნდა ტოვებს.
I think it's safe to go now. სასიამოვნო ნაღდა რა ქოროვა. ამდენი ნარკომანი ცხოვრებაში არ მინახავს ერთად. ესეც ყველაზე საშიში უბანი ათენში. ნუ ეს შუქნიშანი სულ წინ let's cross. Why? ამდენი ხანი წითელი როგორ არა იმთო გავგიზდი უკვე. როდის ხომ უნდა გადავიდეთ ჩათა. Let's follow the other people. That's the only way. აბა, წავედით. Seven minutes. Oh, ქართული რესტორანი 64. 64-ის რა გითხრა ჩემო ძმაო, მაგრამ ქართული რესტორნის დანახვა გამიხარდა. შეიძლება მართლა საშიშია და მაგიტო არ არის ხალხი ქუჩაში საერთოდ. კაცი შვილი აქ არ მოძრაობს. ჩუმი არ ისმის. ეს ალბათ სკოლაა. Thank you. აი მესუნი მკლავს. აი შენობების შესასვლელებში ესეთი მავთულ ხლართები, როგორიც აქ არის, მარტო პაკისტანში მინახავს, სხვაგან არსად. ევროპაში ნამდვილად არსად. აი მოვედით. We're here.